მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 33. ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 40 კილოგრამი მასის სხეულს მოსდეს ჰორიზონტალურად მიმართული 200 ნიუტონი ძალაო, ესე იგი ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს, რომ სხეულის მასა m არის 40 კილოგრამიო. მას მოსდესო f-ი უდრისო 200 ნიუტონი ძალაო. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია μ უდრის 0.8-ო. განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა, ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარება 10 მეტრ/კვადრატი, ესე იგი ჟ დაახლოებით შეგვიძლია ჩავთვალოთ 10 მეტრ/კვადრატის ტოლად და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულზე მოქმედი f ხახუნის ძალა. კარგით, ესე იგი ავიღოთ რაიმე ჰორიზონტალური ზედაპირი, მასზე მოვათავსოს გარკვეული m მასის სხეული. ასე ეს იყოს m მასის სხეული. ხო, ახლა ამ მასის სხეულზე რა ძალები მოქმედებს? ამ სხეულზე მოქმედებს m-ჟ სიმძიმის ძალა. შემდეგ წევის ძალის მოდების შემდეგ, ანუ f-ის მოდების შემდეგ ამ სხეულსა და ზედაპირს შორის აღიძნება f ხახუნის ძალა. და აგრეთვე საყრდენის რეაქციის ძალა იმოქმედებს ამ ჩვენ სხეულზე n. ხო, ახლა მოდით ასე მოვიქცეთ. ვიპოვოთ ჯერ უძრაობის ხახუნის მაქსიმალური ძალა, რის ტოლი იქნება f ხახუნი მაქსიმალური ტოლი იქნება μ-ის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს თუ x ღერძია და აქეთ ავიღებ y ღერძს, ეს იყოს y ღერძი. გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობას ან უძრაობას განვიხილავთ x ღერძის გასწვრივ, შესაბამისად y ღერძის მოძრაობა შეუძლებელია რომ გქონდეს, შესაბამისად n და m-ჟ ძალის თორქმედი 0-ის ტოლი იქნება, ძალთა თორქმედი 0-ის ტოლი იქნება, შესაბამისად აჩქარება y ღერძის გასწვრის არა გვაქვს და n და m-ჟ სიდით ერთმანეთის ტოლია. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ ეს ტოლია μ-m-ჟ-ს. და რის ტოლი იქნება ესა? μ არის 0.8, გამრავლებული m არის 40-ზე და გამრავლებული ჟ არის 10. ეს კი ტოლი გამოგვდის 10-ჯერ 0.8, 8-ჯერ 320 ნიუტონი. ესე იგი, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, რას გვეუბნება? ის მაქსიმალური ხახუნის ძალა, რაც შეიძლება ამ სხეულსა და ზედაპირს შორის აღიძრას, ძალის მოდებით, ტოლი შეიძლება იყოს 320 ნიუტონი. ჩვენ ახლა ავდექით და f-ი უდრის 200 ნიუტონი ძალა მოვდეთ. შესაბამისად, 200 ნიუტონი ძალის მოდების შემდეგ ხახუნის ძალა აღიძრებოდა, რომელიც სიდიდით აგრეთვე 200 ნიუტონის ტოლი იქნებოდა. ესე იგი, f ხახუნი ტოლი იქნებოდა 200 ნიუტონის. 300 ნიუტონს მოვდებდით, 300 ნიუტონი იქნებოდა. 320 ნიუტონს მოვდებდით, 320 ნიუტონი იქნებოდა ხახუნის ძალა. მაგრამ იმ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ 400 ნიუტონს მოვდებდით. გამომდინარე იქიდან, რომ ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა 320 არის, შესაბამისად ხახუნის მაქსიმალური, ანუ 400 კი მოვდეთ, მაგრამ მაინც 320 ნიუტონი ხახუნის მაქსიმალური უძრაობის ხახუნის ძალა აღიძრებოდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს ჩვენი სხეული დაიძრებოდა. ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ დაიძრება, რადგანაც მოძრაობას განვიხილავთ იმ შემთხვევაში, როცა უკვე ეს ჩვენი f-ი თუ გადააჭარბებდა მეტიან ტოლი იქნებოდა f ხახუნი მაქსიმალურ მნიშვნელობაზე. შესაბამისად, საბოლოოდ ვასკვნით, რომ 200 ნიუტონი ძალის მოდების შემთხვევაში ამ სხეულზე აღიძრება f ხახუნი უდრის 200 ნიუტონი ძალა, იგივე ძალით უპასუხებს, თუმცა ეს სხეული არ დაიძრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ სხეულზე მოდებული ძალა გადააჭარბებს უძრაობის ხახუნის მაქსიმალურ მნიშვნელობას, მაშინ f-სა და გამწევ ძალასა და უძრაობის ხახუნის მაქსიმალურ მნიშვნელობას შორის ამ ძალთა თორქმედი ამ სხეულზე მოდებული უკვე მოგცემდა აჩქარებას და შესაბამისად ეს სხეული დაიძრებოდა. პასუხი არის f ხახუნი უდრის 200 ნიუტონს.